ქართული ოცნების ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ურეხში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივმა კანდიდატს წლის სისტემის მოწესრიგება და გზების რეაბილიტაცია თხოვეს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის მთავარ პრობლემას ციტრუსის რეალიზაცია და ახალგაზრდების უმუშევრობა წარმოადგენს. მერობის კანდიდატმა პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა და გამარჯვების შემთხვევაში მოგვარებას აპირდა. პრობლემა არის პირველ რიგში წყალი და გზა. რა თქმა უნდა, ციტრუსია ჩვენთან მთავარი შემოსავალი. ესეც დაგვირდა ბატონმა მერობის კანდიდატმა, ბატონმა ერმაკოვმა, დამასო გააკეთებს და ეს სამი პრობლემა მოგვარდება, ჩემი აზრით ყველაფერი კარგად იქნება. ძირითადი საკითხები რაც არის გზა, გაზი და განათებები, გარე განათებები. როგორც არის ახლა დაპირებები, პირდება როგორც მომავალი მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, ამ პრობლემას მოაგვარებს და საკმაოდ იმედი არის რომ მოაგვარებენ, იმიტომ რომ ფაქტიურად გზის მოპირკეთება უკვე დაწყებულია. პრობლემა არის უამრავი, იგივე ციტრუს ჩაბარებასთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა საკითხები. რადგან პროგრამაში მაქვს საუბარი, ეს არის წყლის სისტემის უზრუნველყოფა, საკანალიზაციო სისტემა, უფრო არის ეს წყლის პრობლემა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს და ისევ გზების კეთილმოწყობა. ამ პრობლემებზე ჩვენ ვსაუბრობთ და გადაწყვეტის გზები ამისა არსებობს. მე მოსახლეობას ვპირდები და უთხარი აუხსენ რეალურად პროექტები დაწყებულია, ჩვენ დავიწყებთ დაპროექტებას.